როგორ უნდა მოვამზადოთ გემრიელი საკვები ჯანმრთელი პროდუქტებისგან? სალომე კიპაროვიძე შემოგვიერთდება. დილამშვიდობისა მოგესალმებით, მე ახლა ვიმყოფები შებზარეულ სოსოსთან ერთად. დღეს სოსო დაგვირდა რომ ჩვენ გვასწავლის როგორ უნდა დავამზადოთ ჯანსაღი პროდუქტით ქათმის სალათი. როგორც უკვე მან მითხრა, ქათმის სალათისთვის მთავარი ინგრედიენტი არის ბროკოლი. დანარჩენი პროდუქტები, რომელიც საჭიროა, უკვე ჩვენ მაგიდაზე გვიდევს. თუმცა სოსო, მოდი მაყურებელს უფრო დეტალურად დავუხსნათ, რა პროდუქტებია საჭირო იმისთვის, რომ დავამზადოთ ეს ქათმის სალათი. აუცილებლად ქათმის სალათისთვის საჭირო იქნება ქათმის ფილე, კედლის ნაწილი, მწვანე ვაშლი, ბროკოლი, წითელი ხახვი, სულგუნი, ნადუღი, მაწონი, ბროწეული, სალათის ფოთოლი, მარილი და პილპილი. თუ შეიძლება რომ რომელიმე პროდუქტი ჩავანაცვლოთ? შეიძლება ეს უკვე გემოვნების და მიხედვით, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ვაშლის ჩანაცვლება შესაძლებელი არის ანანასით, იმიტომ რომ ძალიან უხდება შემწვარ ქათამს ანანასიც. რაც მთავარია, მარტივი მოსამზადებელია ეს ქათმის სალათი სახლის პირობებში და ძალიან გამომარტივდება დიასახლისებს მოუზადონ ესეთი გემრიელობა თავის ოჯახის წევრებს. მოდი მაშინ ახლა გითხარი შენ, როგორ უნდა დავიწყოთ ამ სალათის მომზადება, რა არის პირველი ეტაპი? პირველი ეტაპი გვექნება ქათმის ფილე უნდა შევწვა და მოვთუშოთ ბროკოლი, გამომდინარე იქიდან რომ ცოტა მეტი დრო ჭირდება ამ პროცედურას და შემდგომ უკვე დავიწყებთ სალათის აწყობას. ბროკოლის მოთუშვა შესაძლებელია პირდაპირ თუ მანამდე აუცილებელია რომ მოვხარშოთ? არ არის აუცილებელი, შესაძლებელია პირდაპირ მოვთიშოთ ბროკოლი და სასურველი იქნება ნიორთან და სოიოს соуსთან ერთად ბევრად გემრიელი გამოდის. მოდი მაშინ ჩვენ უკვე დავიწყოთ ამ სალათის მომზადება. მე არც ისეთი ცუდი მზარეული ვარ და მაქსიმალურად ვეცდები მოგეხმარო. მაყურებელს კი მოდი დროებით დავემშვიდობოთ და შემდეგ ჩართვაში უკვე ვაჩვენოთ ამ სალათის დასრულებული ვერსია. დროებით. ეს იყო სალომე კიპაროვიძე, რომელიც გადაცემაში ასევე კიდევ ერთხელ შემოგვიერთდება. ახლა შევეხმიანოთ ისევ ჩვენს კოლეგას სალომე კიპაროვიძეს, რომელიც დილიდან ჯანმრთელი კერძის გაკეთებით არის დაკავებული. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორც უკვე ხედავთ, ჩვენ ვაგრძელებთ ქათმის სალათის კეთებას. თქვენ ახლა მაგიდაზე ხედავთ, რომ უკვე მოვთუშეთ ბროკოლი და შევწვით ქათმის ფილე. ახლა სოსო ჭრის ხახვს, მანამდე უკვე დაჭრილი ქონდა ვაშლი. მე მინდა შენ რამით დაგეხმარო და მითხარი რა შემიძლია რომ გავაკეთო. შეგიძლია დაიწყო სალათის ფურცლის დახევა. ამ პერიოდში მე მოვამზადებ დრესინგს, ამაშიც დამეხმარები იმედია. აუცილებლად. არ მიწევს გაკეთება და შემდგომ უკვე დავიწყებთ ამ ყველაფრის ერთმანეთში არევას, შეზავებას და საბოლოო შტრიხების გაკეთებას. კარგი, მაშინ მე მოგეხმარები, მე მგონი არც ისეთი რთული დავალებაა და სალათის ფურცლებს დავფურცლავ. ძალიან მარტივია ყველაფერი. იადვილდება როგორც ხედავ. კი, ძალიან მარტივია ნამდვილად. მოდი მეც მოგეხმარები სალათის ფურცლის დახევაში. ხო, იმიტომ რომ არა მგონია მიკროფონით ხელში მარტომ შევძლო. შენ ჩემზე გაცილებით სწრაფი ხარ, ფაქტია. თან მოდი მაყურებელს უთხრათ რა იქნება შემდეგი ეტაპი, როცა დავფურცლავთ სალათის. შემდეგ ეტაპზე ამ ყველაფერს უკვე შემწვარი გვაქვს ქათამი და მოთშული გვაქვს ბროკოლი. დაჭრილია ყველაფერი აბსოლუტურად, მოვათავსებთ უკვე ჯამში, ყველაფერს ერთად, სალათის ფურცელი საკმარისია. მოვათავსებთ ჯამში და გავამზადებთ დრესინგს. დაახლოებით რა პერიოდში უნდა მოვასხათ соуსი ამ სალათის ფურცელს? соуსი სასურველი არის უკვე ბოლოსკენ მოვასხათ, რო არ ესე ვთქვათ მოკლა სალათის ფურცელი და შემდგომ ამოურიოთ და ზევიდან ბოლოს ბროწეული სილამაზისთვისაც და გემოსთვისაც. ძალიან მაინტერესებს და მეც და ალბათ მაყურებელს როგორი გამოვა ეს ყველაფერი. მოდი დავიწყოთ კეთება. და კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ პროდუქტები, რაც ამ ქათმის სალათის გასაკეთებლად დაგჭირდა. გადაგვაქვს ვაშლი, ხახვი, შემდგომ გვაქვს ყველი, სულგუნი, უკაცრავად. სულგუნი, ქათმის ფილე შემწვარი, ცოტა ცხელია და ბროკოლი. თანმიმდევრობას როგორც ჩანს აქ მნიშვნელობა არ აქვს, ჯერჯერობით. ჯერჯერობით არ აქვს მნიშვნელობა. შემდგომ ვიღებთ მაწონს და ნადუღს. ეს მე მგონი ის ეტაპია, სადაც ჩემი დახმარება გჭირდება. თუ არ ვწდები. ნამდვილად დამჭირდება შენი დახმარება. ორ-ორი ჩაის კოლზე, ნადუღიც და მაწონიც. მე რითი შემიძლია რომ დაგეხმარო? შენ შეგიძლია მარილი და პილპილი მოვაყარო. ეხლა მე მოვაყრი ამ соуს მარილს და პილპილს. ძალიან მარტივ დავალებებს მაძლევ.
მადლობა ამისთვის. ძალიან მარტივია და სამწუხაროდ. კი, ნამდვილად მარტივია და ნუ ყველა მაყურებელს შეუძლია რომ ეს ყველაფერი სახლში მოამზადოს თავად. მე მგონი აქ ისეთი პროდუქტებია რომ ნებისმიერ ჩვენ გავს მაცივარში მოგვეპოვება. კი, ნამდვილად აურიოთ ეს ყველაფერი კარგად ერთმანეთში, რომ გაიხსნას მარილიც. პილპილმაც არომატი მისცეს. დავამატებთ სალატს. ბროწეულს როდის ვამატებთ თუ შეიძლება? ბროწეულს მოვაყრით ბოლოს. ძალიან ლამაზიც გამო მოუხდება წითელი ფერი მწვანე ფერს და გემოზეც საკმაოდ კარგად ჩდება. როგორც ჩანს, ეს სალათი გარდა იმისა, რომ ძალიან ჯანსაღი პროდუქტებით არის დამზადებული, ესთეტიურადაც საკმაოდ კარგი სანახავი იქნება. მე ძალიან მაინტერესებს, როგორ დავასრულებთ ამ ქათმის სალათის კეთებას. მინდა გაგიმხილოთ, რომ ძალიან მინდა რომ გავსინჯო, მომშივდა. უგემრიელესია მერწმუნეთ. გააკეთეთ სახში აუცილებლად და არინანებთ. მიყევით ჩვენ რჩევებს. ეხლა შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი ეტაპი არის უკვე გადაგვაქვს კერძითებს სალათი. გადავიტანოთ კერძითებს. გადავიტანოთ, მოვათავსოთ ლამაზად, ისე რომ კიდები არ დაუსვაროთ. და ამის შემდეგ უკვე ვაყრით ბროწეულს, ხო? ვაყრით ბროწეულს. თუ სწორად დამამახსოვრდა. კი, ნამდვილად სწორად დაგამახსოვრდა. მე შემიძლია მოგეხმარო. კი. ისე მოვაყაროთ ბროწეული. ქათმის სალათს მოვაყაროთ ბროწეული. და როგორც უკვე ვხედავთ, ჩვენი სალათის კეთება დასასრულს მიუახლოვდა. საკმაოდ ლამაზი გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ გემრიელიც. მე ძალიან მალე დავაგემოვნებ ამ ქათმის სალათს. დიდი მადლობა სოსო. მაყურებელს კი ვურჩევ, რომ ეს ყველაფერი სახში აუცილებლად გააკეთოს. სანამ მე ქათმის სალათის დავაგემოვნებ, მანამდე უნდა დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა სოსო, რომ ჩვენთან ერთად იყავით და ასეთი საინტერესო რეცეპტის შემოგთავაზე. აქვე ჩვენს მაყურებელს დავემშვიდობები. ნახვამდის წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა. სიამოვნებით შეუერთდებოდი მეც ჩვენს კოლეგას სალათის დაგემოვნებაში და მადლობა ცხადია მის ჩვენი კოლეგის სტუმარს სოსო ეპიცკის, რომელიც ამზადებდა ბროწეულ მოყრილ შვენიერ სალატს. კარგი იყო ხომ ნამდვილად.